თუკი სამყაროს მათემატიკური წესრიგი გონების ნაყოფია, მაშინ ვისი გონება დგას ამ ყველაფრის უკან? ეს კითხვა, რომელიც თავად კამილ ფლამარიონმა დასვა, სამუდამოდ შეცვლის შენ შეხედულებას სამყაროს. ეჯგარეშია, ეს გონება გაცილებით აღემატება იმ ასტრონომების გონებას, რომლებმაც მსოფლიო მმართველი კანონები აღმოაჩინეს. მთავარი მიზეზი ყოველგვარი ჰარმონიისა და მშვენიერებისა. ვინ და რა უნდა იყოს შენ, როცა შენი საქმენი ასეთ დიდებულია და რა უწოდოთ მათ, ვინც შენ უარყოფს, ვინც შენზე არ ფიქრობს და ვისაც არასოდეს უგზნია შენი არსებობა. სამყაროს მამაო, სიყვარულით ქეთს შეხლის შენს წინაშე. რას ფიქრობ? შესაძლებელია თუ არა სამყაროს მათემატიკური ჰარმონია შემთხვევითი იყოს? გააზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში, მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი ყოველდღიური სულიერი სიუჟეტის.